საერთაშორისო წესებსა და ნორმებს მრავალჯერ გაცდენილი ცალკეული დიპლომატების მხრიდან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა და რადიკალური პროცესების წახალისება გრძელდება. ამჯერად რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის ოპოზიციის აქტიური მხარდამჭერი გერმანელი დიპლომატი, ასევე პოლონეთისა და დანიის ელჩები, ძალადობრივი აქციების დროს დაკავებული პირების ოჯახის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრის ამსახველი ფოტოსურათები თავადვე გამოაქვეყნეს და ერთი მეორეს მიყოლებით განცხადებებიც გაავრცელეს. უსამართლოდ დაკავებულები უწოდეს იმ პირებს, რომლებიც ჯგუფურად ძალადობაში მონაწილეობდნენ, ხოლო დაზარალებულები უწოდეს მათ, ვინც პოლიციელებს პიროტექნიკასა და მოლოტოვის კოქტეილებს დამიზნებით ესროდნენ. ეს მაშინ, როდესაც გარდა ამ უსაფუძვლო განცხადებებისა, საქართველოში აკრედიტებულ არც ერთ დიპლომატს არ მოუნახულებია აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებების შედეგად კლინიკაში მოხვედრილი და დაზარალებული ასობით სამართალდამცველი. ასევე არ დაუგმია პოლიციელების წინააღმდეგ პირდაპირი ძალადობის ფაქტები. დღევანდელმა შეხვედრამ გამოავლინა მტკივნეული პირადი ისტორიები, რომელიც დაკავებულების ოჯახის წევრებისგან და მეგობრებისგან მოვისმინეთ პოლიციის სისასტიკესთან, არასაჭირო წინასწარ დაკავებებთან და უსამართლო ან გადაჭარბებულ ბრალდებებთან დაკავშირებით. დაუსჯელობა და უსამართლობა უნდა დასრულდეს და უსამართლოდ დაკავებულები გაათავისუფლონ. ცალკეული ელჩების ეს პოზიცია ერთ-ერთი ემთხვევა ქუჩაში დარჩენილი ოპოზიციის პოლიტიკურ დღესწესრიგს. დიპლომატების მსგავსად რადიკალები დღესაც ირწმუნებიან, რომ ძალადობრივი ქმედებებისთვისა და სხვა მძიმე დანაშაულებში ბრალდებულები დაზარალებულები არიან. ელჩები განსაკუთრებით დემოკრატიული ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც არიან აღჭურვილი ამ უფლებამოსილებით, საქართველოს ცდილობენ ყოველ შემთხვევაში, რომ გავრცელდეს ის ფასეულობა, შეესაბამება დემოკრატიულ ღირებულებებს. იმ ელჩებს, რომლებიც მოვლენებს ობიექტურად, მიზანმიმართულად არაფასებენ, დღეს ვენის კონვენციამ მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ შეახსენეს. ქართული ოცნების წევრების თქმით, ზოგიერთი ელჩი საკუთარი ქმედებებით დღემდე აქტიურად ცდილობს ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში, რაც deep state-ის გავლენაა და რაც ქვეყნებს შორის ურთიერთობებს აზიანებს. სახელისუფლება გუნდი თითოეულ ელჩს მოუწოდებს პატივის ცენ და მოუკიდებელი სახელმწიფოს პრინციპებსა და სუვერენიტეტს. სამწუხაროდ ცალკეული დიპლომატები და ცალკეული ქვეყნის წარმომადგენლების ქმედებებში აშკარად იკვეთება არა საქართველოში არსებული მოვლენების ობიექტური განსჯის სურვილი, არამედ რაღაც კონკრეტული გეგმა, რომელმაც უნდა პარლამენტის დაცვის მცდელობა მშვიდობიან აქციად წარმოაჩინონ, დამწვარი პოლიციელები პირიქით მოძალადე პოლიციელებად გადააქციონ და ასე შემდეგ. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ჩვენ ვიხილეთ საქართველოს რუსთაველის გამზირზე, ასევე ტრიბუნაზე კონკრეტული ქვეყნის წარმომადგენლები, იყვნენ საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეები და ასე შემდეგ, პირდაპირ ეს არის ქვეყნის საქმეებში ჩარევა, რომლის უფლება არავის არ აქვს, საკუთარ ქვეყანას მეტი ყურადღება მიაქციონ და მეტად ეცადონ იმ ქვეყანაში, სადაც თუ კი ისინი დიპლომატები არიან, ამ ქვეყანასა და საკუთარ ქვეყანას შორის ურთიერთობა ჰარმონიულად განვითარებაზე მათ წვლილი შეიტანონ. ჩვენ მრავალი შემთხვევა ვნახეთ, როდესაც უცხო ქვეყნის საელჩოები, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, პოლიტიკოსები უხეშად ერეოდენ ქვეყნის საშინაო საქმეებში, განსაკუთრებით პოლიტიკურ პროცესებში, წინასაარჩევნო კამპანიაში, რაც აბსოლუტურად მიუღებელია არა მარტო დიპლომატიური, ასე ვთქვათ, ქცევის წესებით და კანონებით, არამედ ზოგადად ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვას ნიშნავს დემოკრატიის პრინციპების უგულებელყოფას. კარგი იქნებოდა თუ ისინი მათ შორის ნახავდნენ დაშავებულ პოლიციელებს, მათგანაც მოისმენდნენ რეალურად რა მოხდა, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, მათ საკმარისი მეტი ინფორმაცია აქვთ იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუ ელჩები იტყოდნენ, როგორი არის სამართლებრივი პასუხისმგებლობა საკუთარ ქვეყანაში ასეთი ტიპის დანაშაულებზე და რა პოზიცია ექნებოდათ, რომ იგივე გერმანიაში, დანიაში, საფრანგეთში, სხვაგან, როცა პოლიცია კიდევ უფრო მეტი ძალის გამოყენებით შლის ხოლმე აქციებს, გავიხსენოთ ყვითელჟილეტიანების აქციები, რამდენი 1000 ადამიანი იქნა დაპატიმრებული, მერე პასუხისმგებაში მიცემული, რამდენი ადამიანი გარდაიცვალა ასეთი აქციების დაშლის დროს, თუ იქნებოდა მათთვის მისაღები მათ ქვეყანაში სხვა ქვეყნის ელჩები ხვდებოდნენ ადამიანებს და ასეთი ტიპის უსამართლო განცხადებებს აკეთებდნენ.
მართველი პარტია უკვე დიდი ხანია საუბრობს ცალკეული დიპლომატების მხრიდან ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევის კონკრეტულ მაგალითებზე. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ამას საელჩოების დიქტატურას უწოდებს. თეა წულუკიანმა გაიხსენა მისი მინისტრობის პერიოდი და ფაქტები, როდესაც პირისპირ შეხვედრებზე დასავლური კონკრეტული ქვეყნების დიპლომატები ცდილობდნენ მითითებები უხეში ფორმით მიეცათ. საჭიროების შემთხვევაში თეა წულუკიანი მზადაა ამ ელჩების ვინაობაც გაასაჯაროვოს. არასამთავრობო ორგანიზაციების დიქტატურაზე რომ საუბრობთ, რომელიც უნდა როგორღაც დასრულდეს და ყველას თავისი ნიშა და ფუნქცია ჰქონდეს. ასევე საელჩოების დიქტატურაც უნდა ერთ დღეს რაღაცნაირად განეიტრალდეს. მაგალითად, საელჩოების დიქტატურა, როდესაც მე კულტურის მინისტრს მიბარებს დასავლური დიდი ქვეყნის ელჩი, მიკაკუნებს თითს მაგიდაზე. და მეუბნება რომ შენ ასე კი არ უნდა იმუშაო, ასე უნდა იმუშაო და ამ დროს მე ვუსმენ და ვიცი რომ მე ვარ ჩემი ქვეყნის მინისტრი და ხვდები რომ ის უკვე ქვეყანას აყენებს შეურაცხყოფას, ეს დიქტატურა აბა არის და თუ არ შეასრულებ მე მიდის პრემიერთან და ეუბნება რომ ეს მინისტრი გააგდე, იმიტომ რომ შენი ყველაზე ცუდი მინისტრი ეს არის. ეს ხომ რეალური ცხოვრება იყო ჩვენი. დიდი დასავლური ქვეყნის ელჩი იყო, მაგრამ ხო მე არ მინდა რომ ვიღაცა მიფიქროს რომ ამერიკის ელჩი იყო, ეს არ იყო ამ შემთხვევაში ამერიკის ელჩი. მაგრამ მე გიყვებით ჩემი ამდენწლიანი კარიერის ერთ მაგალითს. ყოფილან სხვა ელჩები, რომლებიც იუსტიციის სამინისტროში მოსულან და ყვირილზე გადასულან, რომ ესა თუ ის ნაციონალი გაუშვით ციხიდან. ცალკეული დიპლომატების მიმართ ხელისუფლების პასუხი მკაფიო, არავის მიეცემა უფლება საქართველოს შიდა საქმეში ჩარევის. ზეწოლასა და შანტაჟზე კი სახელმწიფოს რეაგირება უმკაცრესი იქნება.